გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ახართ? ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და კარგი ამბები. ეს ვიდეო თავისებური იქნება, არც იდეებზე, არაფერზე არ ვილაპარაკებ. უბრალოდ მინდა რომ ვითომ თქვენ ახლა ადრე ჩვენ გაკეთებული გვაქვს ესა და ვითომ თქვენ ზიხართ ტრაილერზე და მიყავთ. გახშოთ კინოებში, რუსთავის თეატრში, ამირანში რო იყო ხოლმე სათამაშო აპარატები და ჩააგდებდი 20 თეთრი თუ რაღაცა და მე მანქანაში დაждდებოდი და დაგყავდა და გიხარობდა ხოლმე რა და ჩათვალეთ რომ თქვენც ესე დაჯექით ტრაილერზე ვლებით ტარებას. თან ისეთი შტატია, ხა ჩვენ ვიმყოფებით პენსილვანიაში და ისეთი ვიწრო ქუჩებია, აღმართით თან ის არის ლამაზიც არის, თავისებურია, ძველებური სახლებია და მეც ვიფიქრებდი რომ რა შემოგთავაზოთ ისეთი რომ ცოტა საინტერესო იყოს და ჩათვალეთ რომ თქვენ დაჯექით ახლა მანქანაზე და ამ ვიწრო გზებზე დადიხარ უბრალოდ. ამ ყვითელ ხაზზე გადახვარ არის ჯარიმა, თეთრ ხაზზე გადახვარ ჯარიმა და ქულებს რო აგროვებენ ხოლმე, ხო? ეხლა ავიზი კინოთეატრებში არის ავტომატები, რა, კაი დიდი ხანია კინოთეატრებში არ ყოფილვარ და რატომაც გამახსენდა ის ამბები რა. აბა მზათა ხართ მეგობრებო. ქალბატონებო, მანდილოსნებო, ჩათვალეთ რომ ეხლა ისე ვიძახი მანდილოსნები, მაგრამ ნათია რეხვიაშვილის შემდეგ იმდენი ქალბატონი მივიდა და იმდენმა ქალბატონმა შეისწავლა ტრაილერზე სიარული იღებენ რა ქვია საბუთებს და იწყებენ მუშაობენ, რა თქმა უნდა, კარგია. და ვინც თქვათ ვინმე გადაწყვიტავს ახლა მე ხა ქალბატონების და ისეთი რა ქვია მამაკაცებიც ვისაც უნდათ იმიტაცია ტრაილერის ტარების ამას გთავაზობთ. ხან დაღმართი ეს პენსილვანია ყოლე თან ვიწრო გზა არის საკმაოდ ასეთი სავარჯიშო ადგილია და ვინც გადაწყვიტავს იმუშაოს, ეს რაღაცები შეხვდება. თან დავწყლეთ ბუნებით. აქ ახლა მთავარი რა არის, მეგობრებო, ვიწრო გზები რო არის, აქ მთავარია სიჩქარე, ისეთი ძალიან დიდი სიჩქარით არ უნდა იარო. შეზღუდული თუ წერია ის 50 უნდა იარო, მეტით არა. ეხლა პატარა მანქანით რო ხარ კი მოახერხებ ამას სტრაფაციას, დიდ მანქანაზე, რა თქმა უნდა, სტრაფი სიარულით არ უნდა იარო და უნდა მიყვეთ ამ ნიშნებს. ახლა უყურეთ, აქ ეტყო 35-ია სიჩქარე. ეს იმას ნიშნავს, რომ ალბათ ვიწრო გზებია ძალიან და ალბათ დაღმართია და ყოველთვის რაც წერია, ეს ფაქტობრივად ეს ყვითელი რა რეკომენდირებული სიჩქარეა. ეხლა შეიძლება არავინ არ დაგაჯარიმოს, მაგრამ ეხლა 35 თუ არის და გაიარე 60-ით, რა თქმა უნდა, მაგრამ ყვითელი ხაზით რო არის, ჯობია რომ მაგას მიყვე, მაგ ხაზებს და მაგ აღნიშნებს. ეხლა დავეშვით დაღმართზე, ეხლა აღმართზე მივდივართ. თან დავტკბეთ ამ პენსილვანიაში ძირითადად მაინც გერმანულ ერნოვანი ემიგრანტები ცხოვრობენ ისტორიულად. თუ დასახლებაში შევედით, ახლა თავიდან რომ შევედით, ეს ვიწრო დასახლებაში შევედი და ნეტავი მაშინ გადამეღო, მაგრამ იმედია სადმე შევართ თავისებურ შემეცნებით იმას, შემეცნებითად გავიგებთ რა არის პენსილვანია და იმედია შევხვდება რაღაცა პატარა სოფელივით დასახლება. ეხლა რო არ მოგბეზდეთ ასეთ სიტყვაზე, ამიტომ სული და გურით უნდა ჩაჯდეთ ტარებაში და ატარებთ რა. უფრო ადვილი იქნება. რო არ მოგბეზდეთ რო იტყვია. სხვათაშორის ადვილიც არ არის, იცი, თითქოს კი, მაგრამ მაინც ახლა ვიწრო გზა რო არის, თან უნდა იყურო უკანა კუდი არ ჩაგივარდეს. ეგრეთ წოდებული ვარჯიშია რა, გინდა არ გინდა ვარჯიშია.
პატარა უყურადღებობა და უცბად გადახდები ზიდა. აი რაღაც დასახლებაში შემოვედით. დასახლებაც არ არის, რა სოფელი რა ჩათვალეთ რომ. თუმცა აგერ შუქნიშანი არის. ზაფხული როა კარგია და აი ზამთარშიც რაღაც დისკომფორტია, მაგრამ სწავლებისთვის და ასე თქვა ვიზუალური იმიტაცია ეს ვარიანტი კარგია. აი მოსახვევში რომ მიდიხარ, მაინც გინდა არ გინდა ფიქრობ, აი მე იქიდან რაღაც არ გამოვარდეს. აი ხა ამერიკაში მაინც უყვართ წესისა წესების იცავენ წესებს. ეხლა პენსიოვანი აი ცოტა სამხრეთ შტატებში, ლუიზიანა, მისისიპი, ხა შავკანიანები რო ცხოვრობენ, ცოტა ემოციას არიან აყოლილები და ამ დროს კი უნდა იყო ძალიან ყურადღებით. სამხრეთ შტატები როგორ აი ჩვენ ქართველები რო ვართ ხოლმე, მძღოლები, გიჟებივით რო დადიან და უცბად სისხლი რო აუდუღდება და გამოვარდებიან, ისეთი რაღაცეებია რა. და აქეთ ახლა პენსიოვანიაში გამორიცხულია. თუმცა მაინც ახლა ასე მკვეთრი მოსახვევი რო არის და ვიწრო მოსახვევი ძალაუნებურად ფიქრობ რომ რაღაცა ისეთი უსაფრთხოების მიზნით გაგიელებს ხოლმე მაინც თავში ყურადღებით უნდა იყო. ლამაზია რა მეგობრო. აი სანამ ადამიანი დაждდება ამ ტრაილერზე, ასეთი ფიქრა, ამ ხელა მანქანა როგორ დაკავს, ასეთი შეგრძნება არის ხოლმე. მაგრამ ესეც ადამიანის მოგონილია და ეჩვევ, როგორც ყველაფერს უნდა ვარჯიში და გამეორება, მე უკვე ავტომატურად გიждდება. თუმცა მაინც ყურადღება ყოველთვის საჭიროა. ასეთი სტატისტიკური გამოკვლევა, ესე იგი, ტრაილერებს ღოლებს ავარია მოძდით 2 წლამდე და არა, როგორ არის იცით, ესე იგი ზღორს თუ აქ აღებული მართვის მოწმობა, ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, ავარიები ტრაილერებს ღოლებს მოძდით 2 წლიდან 4 წლამდე. ეხლა რა ხდება? ესე იგი 2 წლამდე სანამ დაადის რაღაც ყურადღებით არის ძალიან და რაღაც ყურადღებით არის შეცდომებს არ უშვებს ხოლმე. მაგრამ გადის 2 წელი და ფიქრობს, მე უკვე მაგარი ვარ, ისე ვარ და რაღაცნაირად ყურადღებას უშვებენ, ეშვებიან ყურადღებისაგან და აი მაგ პერიოდში სტატისტიკა 2 წლიდან აი 3 წლამდეა ხოლმე ძირითადი აქვეა ექსიდენტები, ავარიები. 2-დან 4-მდე, ასე რომ ვთქვა და მე უკვე 4 წელს რო გადახვალ, მე უკვე ითვლები პროფესიონალად და პროფესიონალი რო ხარ, უკვე განსაზღვრული მოქმედება აღარ ჩქარობ, აღარ ლიხაჩობ და უკვე შეცდომებს არ უშვებ. ამიტომ ესე იგი 2-დანვე არის ყველაზე ესეთი აი უფრო ყურადღებით უნდა იყო, იმიტომ რომ მაინც ადამიანს ხო იცი რაღაცას რომ მიაღწევს და რაღაცა რომ გონია რომ მაგარია, აი მაშინ არის ეშმაკი ჩაბუდებული და რაღაც მოშვების საშუალებას გაძლევს და ეს უნდა განსაზღვროთ ხოლმე რა რომ 2-დან 4 წლამდე ვისაც ასე თქვათ გამოცდილება მაგ დროს უფრო ყურადღებით უნდა იყოს რომ რაღაც უსიამოვნო შემთხვევაში არ მოხდეს.
ეხლა რო დავფიქრდეთ რა არის პროფესიონალიზმი? პროფესიონალიზმი არის, ესე იგი რაღაც ვადა გასული უკვე გამოცდილებები, რაღაც შემთხვევები უკვე გამოვლილი გაქვს და მე ძალაუნებურად ასე თქვა ღვინდები, ღვინოს რო დაწურავდა მაჭარიდან ღვინო გაკეთდა, ჯერ ხო მაჭარია ხო დუღს. ასე აქაც და პროფესიონალიზმი უკვე განსაზღვრული გვაქვს და ძალაუნებურად უკვე ავტომატურად აკეთებ იმას, რაც არის საჭირო. სანამ მაგ დონემდე მიხვალ, ყოველ შემთხვევაში ყურადღება გინდა. ეხა არიან ხოლმე მძღოლები, მე ხშირად მithქვია, რომ ხო იცი, ხო ყველას ეხა ამერიკაში ფული უნდათ რა, უცბად და მეთქი ნუჩქარო, ტრაილერი მძღოლი რო ხა პირველი, აი უცბად მართვის მოწმობას იღებენ და უკვე 2 კვირაში, 3 კვირაში უნდათ რომ ძალიან მაღალ ხელფასიანი სამსახური იპოვონ და მე ვეუბნები მაგას ნუჩქარობს, ჯერ რადგინდა ესე იგი შენ როცა აიღებ მართვის მოწმობას, პირველი 3, 4, 5 თვე ხელფასზე ნუ ფიქრობ რა. უნდა იფიქრო იარო რომ დახვეწო ბევრი ასე თქვათ მაილები და კილომეტრები უნდა გაიარო და მე უკვე შემოსავალზე უნდა იფიქროს რაღაც 1 წელი 2 წლის შემდეგ. მაგრამ ნუ არ ვიცი ჩვენ მაინც ხო იცი ადამიანებს უცბად უნდათ ყველაფერი უცბად უნდა გამდიდრება, მაგრამ ვთქვათ არა, ჯობია ნელა და აი მე უკვე რო იგრძნობ, აი თელ მანქანას და იმას რო იგრძნობ, აი მარჯვნივ გაწევას მე უკვე და ამას უნდა დრო. აი მე უკვე უნდა ეძებო კაი შემოსავლიანი სამსახური. აი მე რამდენჯერმე უთხარი ჩვენ დამწყებებს და ზოგადად საწყინად მიიღეს ხოლმე რა. მე ხა კი ამწყის, მაგრამ რატომაც იმიტომ ვამბობ ხოლმე რომ მე ვეუბნები თუ მიჯერებ დამიჯერე, მე რჩევას გეუბნები ნუჩქარო და როგორი მომენტია ხო იცით რომ შენი რჩევა არავის არ უნდა, ჩვენ ვიცით. ნუ მაგ დროს მე უკვე რა უნდა ვთქვა, არაფერს არ ვამბობ და დანარჩენი მიხედე შენ თვითონ როგორ შეგიძლია. ამიტომ ამ საქმეს სიჩქარე არ უყვარს და ჯობია ნელა მოითმინო ეს 1-2 წელი და მე უკვე მიაწვე ფულის კეთებას. ეხლა მე არ ვილაპარაკებ 3-4 წუთი და უკვე თქვენ ფიქრებთან დაგტოვებთ. ძალაუნებურად ეხლა ისე ვეჩხრები ხოლმე ჩემი ფიქრებით, მაგრამ არ ჩაგეჭრებით თქვენ ფიქრებში. მოდი 1-2-3 წუთი აი ესე ვივლი და უბრალოდ თქვენილით, იმიტომ თქვენზე ხართ ეხლა ტრაილერზე და მიყავთ ეს დიდი მანქანა და გადიხართ პენსილვანიის დასახლებებში. ყურადღებით იყავით, უყურეთ აქაც მანქანები უშხახანიქიდან გადმოხდებიან ხანაკიდან, მაგრამ ნუ ერთ სიტყვით თქვენ ხართ. ბურთი და მოედანი თქვენ ხეს არის. 3 წუთი ხმას არ ვიღებ, ერთად იარე და თქვენ თვითონ გაიხსენეთ ეს ამბები და შეგრძნებები თქვენ შეგრძნებებთან ტოვებთ თქვენ. რა ბევრს ლაპარაკობ არა? და 3-4 წუთი ხმას არ ამოვიღებ.
Take the exit on the right to I-476 toward Pennsylvania Turnpike. როგორ გაუმკლავდით მეგობრებო, ის დიდი მანქანა რო გიშლიდათ ხელს, თან ყუდიც არ ედებოდა. იმედია კარგად გაუმკლავდით. Take the exit on the right to I-476 toward Pennsylvania Turnpike. Keep left to I-476 north. Continue on I-476. აქეთ მეგობრებო, ჰაივეიზე გავედით. თან არც მინდა რომ დაგღალოთ. უე ჰაივეიზე უფრო ადვილია. რა ვიცი, ველოდებით თქვენ კომენტარებს, მეგობრებო, ასეთი პატარა ექსპერიმენტი ავატარეთ, გავიხსენე ბავშვობის იმიტაცია ტარების და აგერ რეალურად უკვე ტრაილეზეც ჩვენებურად ვაჩვენეთ. ეხლა ვინ ძღოლები არიან, შეიძლება იმათმა თქვან კაცო, ეს გვაჩვენებო რა არისო ესო, მაგრამ დამიჯერეთ მაინც ძღოლი რო ხარ, პატარა მანქანა რო დაგყავს, დიდ მანქანაზე სულ სხვა არის. მაგრამ ეს სულ სხვა თემაა. ყველას თქვენგან ველოდები ეხლა კომენტარებს თუ მოგწონთ ასეთი პატარა ექსპერიმენტები, ანუ ვიზუალური სიარული ტრაილერით, ეხლა ბევრს მოუნდება თოვში სიარული ან ტალახში, მაგრამ შეიძლება მოხდეთ ისეთ საინტერესო ადგილას, აი სადაც თებია ძალიან სასწაული, აი კოლორადოში, აი ვიწრო გზები რო არის და ისა. და ასეთი ექსპერიმენტი თუ მოგეწონებათ, გავაკეთოთ კოლორადოში და ისეთ ადგილებში, სადაც აი მართლა ადრენალინი არა, მაგრამ ნუ თავისებური დაბკოლება არის და თავისებური მუღამია რა.
100-ია თუ ისია, ჩვენებურად რაღაცა გავაკეთეთ. ველოდებით თქვენ კომენტარებს. ჩვენ კიდევ შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში. კარგად.